ეს იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანის როგორც მონობა, ისე თავისუფლება და თვითნებობა არა აბსოლუტური, არამედ ფარდობითი ხასიათისა. ამ ვითარების მნიშვნელობას მოგვიანებით შევხედოთ. ახლა შეგვიძლია დაუბრუნდეთ ზემოთ დასმულ კითხვას. მონობა და თვითნებობა შეიძლება თუ არა იყოს კულტურის წყარო? ამ კითხვაზე პასუხი პრინციპულად უარყოფითია. თვითნებობა აუცილებლობის არა მოხსნა და ძლევაა, არამედ მისი ჯიუტი უგულებელყოფა. იგი უპასუხისმგებლობაა, ჯერ არ სრული აუცილებლობის მიმართ. ამიტომ იგი ეგოიზმია, რაც გამორიცხავს სხვისადმი სიყვარულს. კულტურის სუბსტანციური წყარო კი სწორედ სიყვარულია. თვითნებობის მხრიდან აუცილებლობის ჯიუტი იგნორირება იწვევს ქაოსს, უწესრიგობას, გათიშულობას, სეპარატიზმს, სექტანტობას. იგი ნგრევის სათავეა, ამიტომ კულტურის წყარო ვერ იქნება. რაც შეეხება საკითხს, შეიძლება თუ არა მონობა იყოს კულტურის წყარო. ამ კითხვაზეც უარყოფითად უნდა უპასუხოთ. კულტურა შეუძლებელია შემოქმედებითი პროცესის გარეშე. კულტურა შემოქმედებითი მოღვაწეობის შედეგია, ხოლო შემოქმედება შეუძლებელია მონურ მდგომარეობაში. შემოქმედებისათვის თავისუფლებაა საჭირო, რაც პრინციპულად უპირისპირდება მონობას. მონას, სწორედ როგორც მონას, არავითარი კულტურა არ შეუქმნია და არც შეუძლია შექმნას. მაგრამ კულტურის ისტორია ხომ იცის მონის ხელით შექმნილი კულტურის უდიადესი ქმნილება. ეს როგორ გაახსნათ? ამ კითხვაზე პასუხისთვის დაუბრუნდეთ ჩვენს შეპირებულ სათქმელს. კერძოდ, ჩვენ ის აღვნიშნებთ, რომ ადამიანის დონეზე ყველა ის ცნება, რომელიც ვახსენეთ, მონობა, თვითნებობა, თავისუფლება, ფარდობითი ხასიათისა. როცა მონა კულტურის რაღაც ქმნილებას ქმნის, იგი ქმნის არა როგორც მონა, არამედ როგორც შემოქმედი. ესე იგი, როგორც თავისუფალი პიროვნება. ამ შემთხვევაში მონა მხოლოდ სოციალურადაა მონა და არა შემოქმედებითი, შინაგანი, სულიერი თავისუფლების თვალსაზრისით. მონა შემოქმედი აღებული ერთსა და იმავე მიმართებაში, ერთსა და იმავე განზომილებაში, წინააღმდეგობრივი ცნება გახლავთ. ნათქვამი ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს შემოქმედებითი პროცესი წმინდა სახისაა და მასში არ არის მონობის ან თვითნებობის რაიმე მინარე. ღვინოში რომ წყალი შევურიოთ, იგი რაღაც მიზანს მოემსახურება, მაგრამ არა იმას, რა დანიშნულებასაც საკუთრივ ღვინო ატარებს. თუ უშუალოდ შემოქმედებით პროცესში შეიჭრა მონობის ელემენტები, ასეთი რამ კი ხშირად ხდება, იგი კულტურის ქმნადობაში კონსტრუქციულს კი არა, პირიქით, დესტრუქციულ როლს თამაშობს. მაგალითად, თუ ვინმე პოეტი მაამებლობის მიზნით წერს პანეგირიკულ ლექსებს, მისთვის საჭირო ავტორიტეტის მისამართით, ეს უკვე ნიშნავს, რომ ლექსის შექმნის პროცესში დიდი ნაკადით არის ჩართული მლიქვნელური, ესე იგი მონური ქედმოხრილობის ელემენტები, რაც კი არ ზრდის ლექსის კულტურულ ღირებულებას, არამედ პირიქით დაბლასწევს. ჩვენ განვიხილეთ მონობისა და თვითნებობის, როგორც თავისუფლებისადმი დაპირისპირებული მოვლენების რაობა და დავასკვენით, რომ არც ერთი და არც მეორე არ შეიძლება იყოს კულტურის წყარო. კულტურის საფუძველი და წყარო თავისუფლებაა. საკაცობრიო ისტორია შეიძლება განხილული იქნას როგორც თავისუფლების ძიების ისტორია. ეს ძიება ორი ხაზით მიედინება. ერთი, რეალურ პრაქტიკული თავისუფლების საფეხურებრივი აღმავლობის გზით, მეორე, თავისუფლების თეორიული შემეცნების გზით. ორივე გზა მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ისინი ერთი მეორეს განაპირობებენ და ყველაფრიდან ჩანს, რომ ერთიც და მეორეც უსასრულო პროცესია. არ შეუდგები თავისუფლების საკითხის ზოგად ფილოსოფიურ ვრცელ განხილვას. ჩემი მიზანია გიჩვენოთ თავისუფლების ფუნდამენტური მნიშვნელობა კულტურის არსებობისათვის. მოკლედ შევეხო ადამიანის შინაგან არსობრივ მხარეებს. ყოველი ცალკეული ადამიანი მთელი რიგი ნიშან-თვისებების კომპლექსური მთლიანობა.
ეს ნიშანთვისებები ორი რიგისაა. ერთი, ისეთები, რომელიც მოცემულ ადამიანს მართალია ახასიათებს, მაგრამ რომც არ ახასიათებდეს, იგი მაინც ადამიანად იარსებებდა. ასეთი ნიშანთვისებები ადამიანისათვის არაარსობრივია. მონობა და თვითნებობა სწორედ ასეთ ნიშანთვისებათა რიგს მიეკუთვნება. ისინი ადამიანისათვის აუცილებლობას, სავალდებულოს არ წარმოადგენს. პირიქით, ადამიანი მათი ჩამოცილება დაძლევით აღწევს ნამდვილ ადამიანურ ყოფიერებას. მონობაც და თვითნებობაც იწვევს ადამიანის თავისაგან გაუცხოებას. ადამიანის გაუცხოებას უწოდებენ მის იმ მდგომარეობას, როცა იგი ამოვარდნილია თავისი არსობრივი ყოფიერებიდან. როცა იგი ცხოვრობს არანამდვილ ადამიანური წესით. გაუცხოება ადამიანის თავის თავთან დაპირისპირება. ეს ამ მდგომარეობა, როცა მისი ქმედება და ნამოქმედ არის სწორედ მას, როგორც ადამიანს უპირისპირდება. მეორე, ადამიანს ახასიათებს ისეთი ნიშანთვისებებიც, ურომლებოდაც მას, როგორც ადამიანს ადამიანური ყოფიერება არ შეუძლია. ისინი მისთვის პრინციპულად სავალდებულო და აუცილებელი. ამიტომ ისინი განიხილებიან, როგორც ადამიანის არსობრივი ნიშანთვისებები და მოწოდებულნი არიან ადამიანი ამყოფონ მის არსობრივ ყოფიერებაში. ადამიანისათვის ასეთ არსობრივ ნიშანთვისებას წარმოადგენს თავისუფლება. ალბათ გახსოვთ, ზემოთ აღნიშნეთ ბუნებასთან მიმართებაში ცხოველისა და ადამიანის დაპირისპირებულობაზე. ითქვა, რომ ცხოველი თვითონ ეგუება ბუნებას. ბუნებასა და ცხოველს შორის სრული შესატყვისობაა. ცხოველის ბუნებასთან ურთიერთობის ენა ინსტინქტებია. ბუნებაში სიტუაციის შეცვლა არღვევს მასა და ცხოველს შორის ბალანსირებულ მდგომარეობას. მისი ხელახალი აღდგენისათვის ცხოველია ვალდებული ბრჭყალებში შეცვლილი სიტუაციის მიხედვით თვითონაც შეიცვალოს. და თუ მან ეს დროულად ვერ მოახერხა, იგი განწირულია დასაქმებით.